გამარჯობა ჩემო საყვარელო მაყურებლებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს მინდა თქვენთან ერთად მოვამზადოთ ძალიან გემრიელი და მარტივი ბლინები ხორცის შიგთავსით, რომელიც ყოველთვის გამოდის იდეალურად. ასევე გაჩვენებთ, როგორ გამოიყენოთ ელექტრო ბლინის ტაფა, თუ აქამდე რამე არ გამოდიოდათ. ეს მოწყობილობა ნიშნულოვნად აჩქარებს შეწვის პროცესს. ბლინებისთვის დაგჭირდება ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, 2 კვერცხი, 250 მილილიტრი რძე, 500 გრამი ფქვილი, 500 მილილიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი და 200 მილილიტრი მდუღარი წყალი, 2 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. ღრმა ჭურჭელი ცომის მოსამზადებლად. ვურევთ მშრალ ინგრედიენტებს, ფქვილს, მარილს და სოდას. აუცილებლად ნახეთ, რომ სოდა იყოს ერთგვაროვანი, მარილიც. ვამატებთ 500 მილილიტრ წყალს და ვაბლენდერებთ ერთგვაროვან მასამდე. ვამატებთ რძეს და კვლავ ვაბლენდერებთ, ოღონდ ფრთხილად. თუ ყველაფერი გამოდის ჭურჭლიდან, გამოიყენეთ უფრო ღრმა ჭურჭელი. ვამატებთ 200 მილილიტრს მდუღარე წყალს და კიდევ ერთხელ ვაბლენდერებთ. ვაცდით შეგრილებას და მხოლოდ მერე ვამატებთ 2 კვერცხს და ვურევთ ხელით კოვზით, ან სათქვეფით. ვამატებთ 2 ჩაის კოვს ზეთს და ვასვენებთ ცომს. სანამ ცომი ისვენებს, გავამზადოთ შიგთავსი. შიგთავსისთვის დაგჭირდება 3 მოხარშული კვერცხი, 1 ხახვი, 400-500 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, მარილი, პილპილი, 1-2 ჩაის კოვზი მდოგვი, ბულიონი ან ადუღებული წყალი, მშრალი რომ არ გამოვიდეს. ხახვი შევწვათ ოქროს ფერამდე და მე რადგან მაქვს გაყინული ბულიონი, ვამატებ ბოლოს ხახვთან ერთად ვადნობ და ესე ვამატებ შიგთავსში. ხორცს ვატარებთ ხორცსაკებში. ვამატებ დაჭრილ კვერცხს, ხახვს ბულიონთან ერთად, მარილს, პილპილს და მდოგვს. ყველაფერი კარგად აურიოთ. საჭიროების შემთხვევაში ვამატებთ წყალს. მე მომეჩვენა, რომ ზედმეტი არ იქნება და დავამატეთ ცოტა წყალი. თუ შიგთავსი გეცოტავებათ, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა მოხარშული ბრინჯი. ეს თქვენი სურვილის მიხედვით. ვუბრუნდებით ბლინებს. ვიღებთ ელექტრო ბლინის ტაფას და ვაცხელებთ კარგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე სხვადასხვანაირი ტაფები მაქვს და თუ გაინტერესებთ, რომ მოგიყვეთ ამ ტაფების შესახებ, დამიტოვეთ კომენტარები და გადავიღებ ვიდეოს თქვენთვის. სპეციალურ თეფში ის მოყვება ტაფას, ვასხამთ ცომს და ვუშვებთ მარტო ტეფლონის ნაწილს ცომში. ვაცდით ცომს შეიჭრას, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს, თორემ გახმება და გახვევა არ გამოგვივა. როცა ბლინი მზად არის, ფრთხილად ვაცლით ტაფიდან. ადვილად ძვრება. აი ნახეთ, როგორ არ უნდა შეიწვას ბლინი. მხარეები და საერთოდ გახმარი ბლინია. საბოლოოდ ესეთი ბლინები მივიღეთ ამ რაოდენობის ცომიდან. ახლა გადავახვევთ შიგთავს, მაგას ვაკეთებ შემდეგნაირად. თუ გსურთ, რომ გაგიზიაროთ სხვა შიგთავსების რეცეპტები, დამიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გაგიზიარებთ მომავალ ვიდეოებში. მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწერეთ ჩემი არხი თუ მოგეწონათ, ველოდებით თქვენ კომენტარებს. მომავალ შეხვედრამდე ჩემო კარგებო.